სალამი მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ უნებაზე, სექსზე დამოკიდებულება, მასტურბაცია, პორნოგრაფია, ღალატი. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს, არ იცნობს ემოციებს, დამოკიდებულია ამ ემოციებზე და არ იცის მუშაობა საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან. სანამ საუბარს დავიწყებ, მინდა ვთქვა, რომ არ მაინტერესებს არც ერთი პროფესიონალის აზრი, არც ერთი კვლევის აზრი, რადგან ადამიანმა ეს ყველაფერი თავის თავში თვითონ უნდა გადაამოწმოს. როდესაც ამ ვიდეოს უყურებ, დამეთანხმებით თუ არ დამეთანხმები, გადაამოწმე საკუთარ თავთან. და თუ დახმარება გჭირდება, მოითხოვე დახმარება არა იმ ადამიანთან, ვინც შენს მაგივრად იმოქმედებს და შენს გასაკეთებელს გააკეთებს, ან მარტივ გამოსავალს შემოგთავაზებს, ეს იქნება წამლის სახით თუ რაღაც კონკრეტული გასაკეთებელი სახით, არამედ მიმართი ადამიანს, რომელიც უბრალოდ გაგიძღვება საკუთარი თავის გაცნობის გზაზე, საკუთარი ემოციების გაცნობის გზაზე, მეტის სიბრძნის შემოტანის გზაზე, რათა გაიცნო საკუთარი თავი. სანამ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, არ ვიცნობთ როგორ მუშაობს ჩვენი ემოციები, როგორ მუშაობს ჩვენი აზრები, მაგამდე უბრალოდ ინსტინქტური ადამიანები ვართ. ადამიანებიც არ ვართ, რა, უბრალოდ ინსტინქტური არსებები ვართ, რომლებიც აბსოლუტურად მართულია საკუთარი აზრებით, ემოციებით, თავი გვაქვს გაიგივებული ამ ემოციურ მდგომარეობასთან და ესე ინსტინქტურად არაცნობიერად ვცხოვრობთ. ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის სექსზე დამოკიდებულება. სექსზე დამოკიდებულება არ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ ვერ ცხოვრობს სექსის გარეშე, ნების გარეშე, დაკმაყოფილების გარეშე, ან უარს ვერ იძახის შემოთავაზებაზე. არა, ეს არ არის დამოკიდებულება. დამოკიდებულება არის, როდესაც თავში ჩდება იმპულსი, გონებაში ჩდება აზრი და ადამიანს არ შეუძლია პაუზის აღება და მაშინვე ეს აზრი უნდა მოიყვანოს მოქმედებაში. აი, როდესაც აზრი პირდაპირ მოყავს მოქმედებაში, იმპულსური გადაწყვეტილებები, აი გვირაბულ ხედველს რასაც ვეძახით, ხო, იმდენად მძაფრად შემოვიდა ის ფიქრი, რომ მაქვს საჭიროება დაკმაყოფილების, ან მაქვს საჭიროება იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია. აი ეს აზრი, რომ კითხვის ნიშანს არ ექვემდებარება, გადახედვას არ ექვემდებარება და მაშინვე ქმედებაში მომყავს, აი ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ასევე რა თქმა უნდა გამოწვეული ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან. სექსზე დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს გამუდმებით აქვს სექსუალური ურთიერთობები, ან სექსუალურად აქტიური არის, ან გამუდმებით თვითდაკმაყოფილებას მიმართავს. არ არის აუცილებელი სექსზე დამოკიდებული ერქვას ადამიანს და ის გამუდმებით აქტიური იყოს სექსუალურ ცხოვრებაში. ასევე ადამიანი, რომელსაც არ აქვს სექსუალური ურთიერთობები, ნაწილობრივ აშინებს პარტნიორთან ურთიერთობა, აქვს წარმოდგენები, რომ არ არის ჯანსაღი თვითდაკმაყოფილება ან ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა, ან ნებისმიერი სახით, ნებისმიერი წმენა წარმოდგენისგან გამოწვეული შებოჭილობა და თავშეკავებულობა, რომელიც იწვევს იმას, რომ გამცალკევდი ყველანაირი სექსუალური გამოცდილებისგან, ესეც სექსზე დამოკიდებულება არის, რადგან საბოლოო ჯამში შენმა ემოციებმა მიგიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რაღაც ქმედება ან ჯანსაღი ან არ არის ჯანსაღი. ამიტომაც არის მთავარი, სანამ საუბარში შევალთ, დასაწყისში აღვნიშნოთ, რომ გამოსავალი არასდროს არ არის სექსუალურ ურთიერთობებზე, ან თვითდაკმაყოფილებაზე, ან პარტნიორთან ურთიერთობაზე უარის თქმა, თავშეკავებულობა, განდეგილობა და უბრალოდ აი ამ აქტივობის ცხოვრებიდან ამოღება გამოსავალი არასდროს არ არის. ისევე როგორც არ არის გამოსავალი არასდროს როდესაც ადამიანი გადაწყვეტავს თავის თავში, რომ რაც უფრო მეტი აქტივობა ექნება და რაც უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება ექნება, ის უზრუნველყოფს ჯანსაღ ურთიერთობებს და რაც მეტად არის ადამიანი ამ საკითხში გამოცდილი, მით მეტი ჯანსაღი ურთიერთობა აქვს. ესეც არასწორი არის. ამიტომ ეს ორი უკიდურესი აზრი, რომ ადამიანს ან არ უნდა კონდეს საერთოდ თავი შეიკავოს და ეს გამოიწვევს გამოჯანმრთელებას ამ დაავადებისგან, ან ის, რომ ადამიანს უნდა კონდეს ხშირი ურთიერთობები, რომ მიიღოს გამოცდილება და მერე შესაბამისად მოქმედება შეძლოს, ეს ორივე მხარე არის არასწორი და გამოსავალი არასდროს არ არის ან ის ან ეს. გამოსავალი ყოველთვის არის ის, რომ დავაკვირდე ჩემში რა ემოციური მდგომარეობა არის, რა რწმენა წარმოდგენები მაკავშირებს საერთოდ სექსუალურ ცხოვრებასთან, სექსთან, პორნოგრაფიასთან, მასტურბაციასთან და ასე შემდეგ და იქიდან გამომდინარე დავიწყო საკუთარი თავის გაცნობა, რადგან საკუთარ თავის არ ცოდნა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მე გამუდმებით ყოველდღიურად ვძალადობ საკუთარ თავზე და არა მარტო საკუთარ თავზე, პარტნიორზე, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, იმაზეც ვძალადობ. და თუ არ არის ადამიანის ცხოვრებაში პარტნიორი და ეს არის თვითდაკმაყოფილება, მასტურბაცია, პორნოგრაფია და ასე შემდეგ, ის საკუთარ თავზე ძალადობს. ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობა, ჯანსაღი სექსი, ჯანსაღი მასტურბაცია და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჯანსაღი, თუ ამ ორ კითხვას ვპასუხობთ რა. პირველი, როდესაც ხარ აღზნებული და როდესაც გაქვს საჭიროება ან სურვილი დაკმაყოფილების.
შეგიძლია დაასახელო ემოციები, რასაც იმ მომენტში განიცდი? შენში რა ემოციები არის? ეს ემოციები სხეულებრივად სად შეიგრძნობა? რა ემოციებთან გაქვს საქმე? იმ მომენტში რა ემოციები გმართავს? რა ემოცია იწვევს სურვილს სექსუალური ურთიერთობის ან სექსუალური დაკმაყოფილების სურვილს? ამ კითხვებზე თუ პასუხი არ გაქვს, ვერ გექნება უბრალოდ კონსტრუქციული სექსუალური ურთიერთობა, რადგან აბსოლუტურად იმპულსური ხარ, აბსოლუტურად ინსტინქტური ხარ, ცხოველურ დონეზე ხარ დასული, რა გაჩნდა სურვილი, გაჩნდა საჭიროება და მაშინვე მოიყვანე ქმედებაში. ან აკეთებ ყველაფერს, რომ მოიყვანო ქმედებაში. ეს პირველი კითხვა, რომ როდესაც აი ეს უშუალოდ არის სურვილი და საჭიროება და თავში ისაუბარი, რომ აი ეხლა გააქვს ამის მოთხოვნილება, თუ იმ მომენტში ვერ აფიქსირებ შენს ემოციებს და არ იცი რა ემოციებთან გაქვს საქმე, შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ძალადობრივი და არაკონსტრუქციული. და მეორე მთავარი კითხვა. გიფიქრი აუდეს მე რომ ნუ კაი, შეიძლება ადამიანი იძახის და უყურებს ახლა ამ ვიდეოს და იძახის, რომ კი ვიცი რა ემოციებთან მაქვს საქმე, ვიცნობ ამ ემოციებს, შემიძლია ემოციების დასახელება, ამოცნობა, სახელის დარქმევა და ვიცი რა ამ აღზნების მდგომარეობაში როცა ვარ, რა ემოციებია ჩემში. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე დაფიქრდე და დასვა კითხვა. როგორი ემოციური მდგომარეობის დროს ჩდება სექსუალური მოთხოვნილება? ერთი არის ის, რომ უშუალოდ მოთხოვნილების დროს და უშუალოდ უკვე აღზნების დროს გაქვს რაღაც ემოციები, მაგრამ მაქამდე რა ემოციები ქონდა? მაქამდე შენი მდგომარეობა როგორი იყო? შენი ფიზიკური მდგომარეობა, შენი ემოციური მდგომარეობა, შენი გონებრივი მდგომარეობა, რა აზრები გაქვს თავში, რა ისტორიებს უყვები საკუთარ თავს, რა ემოციური მდგომარეობა გაქვს? აი ამ დროს, როდესაც ჩნდება სექსუალური დაკმაყოფილების სურვილი. და ძალიან საინტერესო დაკვირვებას გაგიზიარებ და გადაამოწმე რა, ჩემს სიტყვებს ნუ ენდობი, უბრალოდ ადექი და გადაამოწმე რა. სექსის სურვილი, ან მასტურბაციის სურვილი, ან ნებისმიერი დაკმაყოფილების სურვილი, თავისთავად არასდროს არ არის. თავისთავად არასდროს არ ჩნდება. ეს სუფთა სექსუალური დაკმაყოფილების სურვილი არ არსებობს. ყოველთვის რაღაც მდგომარეობიდან არის გამოწვეული რა. ანუ ყოველთვის არის ჩვენში რაღაც ემოციური მდგომარეობა, რაც იწვევს სექსუალურ დაკმაყოფილების სურვილს. შენში ყოველთვის არის ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც იწვევს სექსუალური დაკმაყოფილების სურვილს. აი მაგალითად, თუ დააკვირდები, ხშირ შემთხვევაში, როდესაც სექსის სურვილი გიჩნდება, ან საკუთარი თავის დაკმაყოფილების სურვილი გიჩნდება, შეიძლება მაგ დროს დაღლილი ხარ ფიზიკურად, გამოუძინებელი ხარ, ნაბახუსევი ხარ. შეიძლება რთული დღე ქონდა, შეიძლება გაბრაზებული ხარ, შეიძლება ნაწყენი ხარ. შეიძლება ზედმეტად გახარებული ხარ, აღტაცებული ხარ. ბედნიერად გძნობ თავს. რაღაც სიახლე შემოვიდა შენ ცხოვრებაში და აღტკინებული ხარ, რა, აღზნებული ხარ ემოციურად. ყოველთვის რაღაცა წინაპირობა არსებობს, სანამ გაჩნდება სექსის სურვილი. და საკუთარ თავზე ძალადობას როცა ვახსენებ, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალადობ საკუთარ თავზე, ნიშნავს, რომ შენ პირველად ემოციასთან არასდროს არ გაქვს ურთიერთობა. შეიძლება დაღლილი ხარ, გაბრაზებული ხარ, ემოციურად აღზნებული ხარ, შეიძლება გახარებული ხარ. და იმის მაგერად, რომ ამ ემოციასთან დარჩენა და განცდა შემეძლოს, ცხოველურ ინსტინქტის დონეზე ჩვენ ემოციებს განვიცდით სექსით, ყვირილით, ძალადობით, ფილმის ყურებით, ყურადღების გადატანით. აი მაგალითად სტრესის ჰორმონს, რასაც ვეძახით ხოლმე, ხო, ცხოველებში შარდის სახით გამოიყოფა რა. ხშირ შემთხვევაში შარდის სახით გამოიყოფა. ადამიანებში ძირითადად ოფლის სახით გამოიყოფა. ხო და ზოგჯერ ესეთ რაღაცას ვფიქრობ რა, რომ ჩვენ ემოციებს განვიცდით ცხოველურ დონეზე. აი, მაგალითად, როცა ძალიან შეშინებული ადამიანი, ხო, არსებობს რა ბუნებრივად ეგეთი რეფლექსოლოგია, რომ შეიძლება ადამიანმა ჩაიფსას, როცა ძალიან შეშინებულია. იმიტომ რომ იმდენად მოჭარბდა ჩემში ეს ემოციური მდგომარეობა, რომ აი ორგანიზმმა გადაწყვიტა, რომ ამითი დაცალოს რა. ხო და მგონია, რომ ჩვენ არაცნობიერ დონეზე იმდენად არაცნობიერები ვართ საკუთარი თავის მიმართ, იმდენად განვიცდით სიბრძნის ნაკლებობას, რომ ცხოველურ დონეზე ვარ დასულები რა. მაშინ, როდესაც მე განვიცდი უსიყვარულობას, საკუთარ თავში უკმარისობას, დადანაშაულებას, თანაგრძნობის არქონას, გაბრაზებას, სირცხვილს, სიხარულს, ბედნიერებას, ემოციურ სიყვარულს, რასაც ვეძახით. ამ ყველაფერთან დარჩენა და ამის კონსტრუქციულად განცდა რომ არ შემიძლია, მე დავდივარ ორგანიზმის ინსტინქტურ დონეზე და ეს ყველაფერი გადამაქვს სექსში. მშობლებზე ნაწყენი ადამიანი, ბავშვობაში შეურაცხყოფილი ადამიანი, რაღაც სირთულების გამოვლილი ადამიანი. ხშირ შემთხვევაში
მიდრეკილია სექსუალური ურთიერთობისკენ, განსაკუთრებულად მძაფრი სექსუალური გამოცდილებების მიმართ, სიუხეშის მიმართ, და ეს სიუხეში არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მასში არსებობს გადაუმუშავებელი ემოციები, რასაც ვერ განიცდის კონსტრუქციულად და მისი ორგანიზმი ინსტინქტურად, იმპულსურად განლევას აკეთებს ამ ემოციების, ამ სიუხეშის ხარჯზე. ასევე არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც რაღაც აუტანლად მსუბუქი არის ხოლმე რა ურთიერთობებში რა, სინაზეს რასაც ვეძახით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ხვდებოდეს საერთოდ თავისი ქმედებები საიდან არის ერთი გამოწვეული და სანამ ამ ქმედების სრული გაჩნდებოდა რა ემოციები მაქვს რა ფიზიკური მდგომარეობა მაქვს, გონებაში რა ხდება. და გონებაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გვეგონოს და არ ვიყოთ იმ სიცრუეში რომ ემოციები თავისთავად ჩნდება. ემოცია თავისთავად არ არსებობს. ყოველთვის პირველად არის აზრი, ეს აზრი გადადის რაღაც ისტორიის მოყოლაში საკუთარი თავის მიმართ და ეს ისტორია იმდენად რეალური ხდება, რომ მე ამას ვიჯერებ, ამაში ვცხოვრობ და ეს ბადებს ამ ისტორიაში ცხოვრება ბადებს ემოციას. თუ დააკვირდები, შენ არ შეგიძლია რაღაცას შეხედო, ადამიანს მოусმინო, ან ადამიანს უყურო, საერთოდ რაღაცა აკეთო, რომ შენი ყურადღება არ დაყვებოდეს მას. ნებისმიერ ჩვენს გამოხედვას, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ნებისმიერ ჩვენს აქტივობას ჩვენი ყურადღება დაყვება და აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს წარმოდგენები რა. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკომენტარებ თავში. აბსოლუტურად ყველაფერს ავხწერ. ერთი კომენტატორი ზის თავში, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკომენტარებს და აღწერს. ახლაც რომ მისმე თავში თუ დააკვირდები რაღაცებს აღწერ რა. რაღაცებს აკვირდები, რაღაცებს განიხილავ, აფასებ. ადამიანს არ აქვს უნარი ცნობიერად იყოს დაკავებული ერთი აქტივობით და მთელი ყურადღება მასზე კონდეს. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის გაცნობა დავიწყოთ იმით, რომ დავაფიქსირო, რომ საკუთარ თავს გამუდმებით რაღაც ისტორიას უყვები. ეს ისტორია გადადის ემოციებში და იქიდან გამომდინარე, რომ მე არც ისტორიის დაფიქსირება შემიძლია და მით უმეტეს მე არც ამ ემოციის განცდა შემიძლია. სხეული ჩემს მაგიროთ აკეთებს ამ ემოციის განლევას. სხეული, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური გადარჩენის კანონებით აკეთებს ამ ყველაფერს, ანუ ცხოველური, ინსტინქტური, იმპულსური, დაბალგანვითარებული მეთოდებით აკეთებს ამ ყველაფერს, რაც პირველ რიგში გამოიხატება სექსით. ასევე მასტურბაციაზე რო ვისაუბროთ, თუ დააკვირდები, ხშირ შემთხვევაში შეიძლება აღმოაჩინო, რომ თუ მასტურბაციის დროს გჭირდება პორნოგრაფია ან რაიმეს ყურება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამოიცნო საკუთარი თავი, რომ იმ მომენტში უშუალოდ დაკმაყოფილებაზე მეტად იმ რაღაცის ყურება და თვალიერება უფრო გსიამოვნებს რა. იმ პროცესში, არჩევის პროცესში უფრო ხარ ჩართული, ვიდრე თვითონ დაკმაყოფილებაზე ყურადღების გამახვილებით. და ესეც პირველ რიგში იმის მაჩვენებელია, რომ შენ არამდგრადი ემოციური მდგომარეობა გაქვს, იმ მომენტში არსებობს შენში განუცდელი ემოციები, რომელთან დარჩენაც არ იცი და ამ ემოციებს განიცდი სკროლვით და აი ამ სურათების ან ვიდეოს თვალიერებით, რომელიც შენში აღძრავს რაღაც ემოციას, აღძრავს ფიქრებს და ეს სიმძაფრე ჩემში განიცდება როგორც სიამოვნებად. ამიტომ თუ დააკვირდები და მიხვდები, რომ მასტურბაციის დროს ვერ არჩევ შენთვის მოსაწონ კადრს, ან ზედმეტად დიდი ხანი გეწელება, ესეც შეიძლება იყოს შენი ინდიკატორი იმისი, რომ არაფერ შუაშია მასტურბაცია, არაფერ შუაშია ჰორმონები და დაკმაყოფილების საჭიროება ან სურვილი, არამედ გაქვს საქმე განუცდელ, გადაუმუშავებელ ემოციებთან, რომელიც შენი პორნოგრაფიებზე თვალიერება არაფრით განსხვავდება Instagram-ზე საათობით სკროლვისგან. ასევე თუ დააკვირდები მასტურბაციის დროს, შეიძლება ზედმეტად უხეში ხარ რა, მოჭიმული ხარ, დაძაბული ხარ, სხეული სადღაც დაჭიმული არის. ეს ჩვენი ემოციები, რა თქმა უნდა, ვიძახით ხოლმე, რომ ემოციები სხეულში ინახება რა. რა თქმა უნდა, რაღაც დაკონსერვებული არ არის რა სხეულში და რაღაც მახსოვრობის სახით არ ინახება, მაგრამ განცდის სახით ჩვენ ემოციებს სხეულში განვიცდით რა. ასევე როგორც სექსზე ვისაუბრეთ, სექსის დროს, როდესაც ადამიანი ზედმეტად უხეშობისკენ არის მიდრეკილი, დაძაბულია, თითქოს რაღაც აი მისიას ასრულებს რა, მისია აქვს შესასრულებელი და ეს თავისი მთელი ეს აქტი მაგას ექვემდებარება რა. ადამიანი, როდესაც სექსის დროს თავის სხეულს ვერ აღიქვამს, რომელიმე ორგანო მოჭიმული დაძაბული აქვს, ორიენტირებულია პარტნიორის სიამოვნებაზე, ან ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე. გვჭირდება ვაღიაროთ, რომ იმ მომენტში ჩვენ საკუთარ თავზე ვზალადოთ და პარტნიორზეც. იგივე ხდება მასტურბაციის დროს. როდესაც მოჭიმული ხარ და მისია გაქვს ის, რომ უბრალოდ დაკმაყოფილდე და მეტი პროცესით სიამოვნებას ვერ იღებ, არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ერთი ორგანოს სიამოვნებას, ხო? აი თუ ადამიანი კარგად დააკვირდება, მიხვდები რა, რომ ამას ინსტინქტურად აკეთებ რა.
ამას მოყვება დანაშაულის შეგრძნება, რა თმინდოდა, არ იყო ეხა საჭირო, მე მგონი არ მქონდა სურვილი. პარტნიორიშიც იგივე ხდება არა მარტო მასტურბაციაში. პარტნიორი არ შეიძლება სექსი კონდეს, იმიტომ რომ შენ პარტნიორს უნდა და შენ გაუხწორო. არ შეიძლება ცოლ-ქმარს სექსი კონდეს, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ითხოვს ამას. ან არაფხიზელია და მას ესეთი აღზნება აქვს ახლა. ან დაგმაყოფილება ჭირდება. არ შეიძლება საკუთარ თავზე ვიძალადო და სექსუალური ურთიერთობა რაიმე მიზეზით მქონდეს, გარდა იმისა, რომ ეს ჩემი შინაგანი სურვილი იყოს. ასევე არ შეიძლება სექსი კონდეს ადამიანს მაშინ, როდესაც სექსი იყენებს საშუალებას, რომ ემოციები განიცადოს. აი ხშირად არის ხოლმე, რა ჩემს სამეგობროშიც და სანაცნობოშიც, რომ ვიძახით ხოლმე, რომ სექსი არის საუკეთესო გზა საკუთარი თავის გაცნობის, ან სექსი არის გზა საკუთარი ემოციების გაცნობის, აქ და ახლა ყოფნის პროცესია, აწყოთით კბობის პროცესია სექსი. ხო თავს ვიტყუებთ ამითი რა. ეს ხო უბრალოდ არის გაправება იმისი, რომ არა მე არაცნობიერი და ინსტინქტური და ცხოველური სექსი კი არ მაქვს. არამედ აი აქ და ახლაც პრაქტიკაში მეხმარება რა. ამ მომენტით კბობაში მეხმარება, საკუთარი თავის გაცნობაში მეხმარება. და ატყუებს საკუთარ თავს და მაგითი ძალადობს საკუთარ თავზე ზუსტად. იმიტომ რომ არ შეიძლება შენ სექსი გჭირდებოდეს იმისთვის, რომ შენი ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესო და მით უმეტეს აქ და ახლა ყოფნა შეძლო. შენ მომხმარებელი ხარ ესე იგი სექსის და პარტნიორის რა. შენ თუ სექსს და პარტნიორს იყენებ იმისთვის, რომ შენ რაღაც სარგებელი მიიღო, თუნდაც ის რომ საკუთარი თავი გაიცნო, თუნდაც ის რომ აქ და ახლა იყო და ამ წამითი და ამ წუთით მიიღო სიამოვნება, ესე იგი მომხმარებელი ხარ რა და ყველანაირი მოხმარება არის ძალადობრივი. საკუთარი თავის მიმართ, თვითონ სექსის მიმართ და პარტნიორის მიმართ პირველ რიგში ასევე არ არის ჯანსაღი და კონსტრუქციული დამოკიდებულება ურთიერთობებში, როდესაც პარტნიორს იყენებ, იმიტომ რომ შენ ან არაფხიზელი ხარ, ან აღზნებული ხარ, ან რაღაც პრაქტიკას მისდევ და ამის გამო გინდა სექსუალური ურთიერთობა. ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა არის ძალადობრივი და არის არაკონსტრუქციული და ნიშნავს დამოკიდებულებას და ნებისმიერი ადამიანი ვინც ვერ აფიქსირებს იმ ისტორიებს, რა ისტორიებიც საკუთარ თავში ხდება და ეს რა ისტორიებიც იწვევს ემოციებს და ჩემი რა ფიზიკური ან ემოციური მდგომარეობა ქმნის სურვილს სექსის ან სექსუალური დაკმაყოფილების, თუ მე ამ ემოციებთან წვდომა არ მაქვს, ამ ემოციებთან დარჩენა არ შემიძლია, ამ ემოციების ამოცნობა არ შემიძლია, მაშინ რა თქმა უნდა რომ მომხმარებელი ვარ და ნებისმიერი მომხმარებლობა არის ძალადობრივი. და ნებისმიერი ადამიანი ვინც ვერ აფიქსირებს იმას, რომ გაჩნდა ემოცია და ამ ემოციამ გამოიწვია სურვილი სექსუალური დაკმაყოფილების და მას შემდეგ რაც მე დავაფიქსირე რაღაც ემოციაა ჩემში, რომელიც მიმიცხვის სექსუალური დაკმაყოფილების სურვილისკენ და იმის მაგალითად სექსუალური დაკმაყოფილება მოქმედებაში მოვიყვანო და არ დავრჩე საკუთარ ემოციებთან, ვერ ვიღებ პაუზას და ვერ ვიძახი, რომ კი მაქვს ახლა სურვილი დაკმაყოფილების, მაქვს სურვილი ახლა პარტნიორი ურთიერთობების, ან მაქვს სურვილი თვით დაკმაყოფილების, მაგრამ ხედავ ჩემში იმ ემოციურ მდგომარეობას, რომელიც ამ ყველაფერს იწვევს. და მოდი შემიძლია ამ ემოციებთან დარჩენა. და როდესაც ვიძახით, რომ ყველა ემოციას განცდა ჭირდება, რეალურად ყველა ემოცია თავის თავს თვითონ განიცდის. მე ერთადერთი რაც მჭირდება არის ის, რომ ხელი არ შეუშალო. და ხელი როგორ არ შეუშალო? როდესაც ემოცია გაჩნდება და მე მივდივარ და პარტნიორთან ურთიერთობა მაქვს, ან თვით დაკმაყოფილებას, ან თვით დაკმაყოფილებით ვარ დაკავებული, ან ნებისმიერი აქტივობით ვარ დაკმაყოფილებული, რომ ეს ემოცია განვიცადო. ამითი ვუშლი ხელს ზუსტად. არც ერთ ემოციას შენი დახმარება არ ჭირდება, გარდა იმისა, რომ ხელი არ შეუშალო. ნუ შეუშლი ხელს, უბრალოდ სივრცე მიეცი რა. აი თავში რო გაჩნდება იმპულსი და მოთხოვნილება, აიღე პასუხისგებლობა იმაზე, რომ მაშინ მოქმედებაში კი არ მოიყვანო. უბრალოდ შენ თავს კითხვა, აბა ეხა რა ხდება, ფიზიკურ მდგომარეობაში რა ხდება, ემოციურ მდგომარეობაში რა ხდება, რა ისტორიას და რა ამბებს უყვები საკუთარ თავს და მაგ ყველაფერთან ცოტა ხანი გაჩერდია, მას სივრცე მიეცი რა. საკუთარ თავს ეცი იმდენი პატივი და გამოხატე სიყვარულით მზრუნველობა, რომ უბრალოდ სივრცე მიცე, რომ თავში რა აზრი და ემოციაც გაჩნდება, ან რა სურვილიც გაჩნდება, მაშინვე ქმედებაში არ მოიყვანო. და შენ თუ არ შეგიძლია რომ მაშინვე ქმედებაში არ მოიყვანო, ესე იგი სექსზე დამოკიდებული ხარ. და სექსზე დამოკიდებულება ეს არ არის, რასაც მარტო შენ ფილმებში უყურებ, რომ უარესქმა არ შეუძლია ან დღეში რამოდენიმეჯერ უნდა ქონდეს, არა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საკუთარ ემოციებს განიცდის სექსის ხარჯზე, არ შეუძლია სურვილის აღძვრიდან პაუზის აღება და მაშინვე ქმედებაში მოყავს, არის სექსზე დამოკიდებული ადამიანის. და ამას კურნალობა ჭირდება. კურნალობა ჭირდება არა ექიმებით და ჩარევებით, არამედ საკუთარი თავის გაცნობის ხაზით. გაიცანი საკუთარი თავი ნიშნავს იმას, რომ დაიწყე ამოცნობა ემოციების. რა ემოციებს გრძნობს საერთოდ? ეს ემოციები საიდან არის გამოწვეული? კი ნუ დააბრალებ წარსულს, მშობლებს, პარტნიორს და დაღლილობას და სამსახურს. არა, აი ამ მომენტში ეს ემოცია ხო გააქვს.
და შეგიძლია რომ ამ ემოციასთან დარჩე, ისე რომ არავინ და არაფერი გამოიყენო, არავინ და არაფერი ჩაანაცვლო და არ დაარქვა სახელი, რომ იცი რა მე სექსი მეხმარება საკუთარი თავის გაცნობაში და ამ ემოციების განცდაში. თუ იქნები ბოლომდე გულწრფელი, მიხვდები რომ იტყუები რა, ატყუებ საკუთარ თავს. ჩვენ არ ვიცით სექსუალური ურთიერთობები აბსოლუტურად ვინაიდან არ ვიცით ჯანსაღი კონსტრუქციული ურთიერთობები პირველ რიგში საკუთარ თავთან და ასევე პარტნიორებთან. ჩვენ გვჭირდება რომ საკუთარ თავს ვცეთ იმდენი პატივი და გამოვხატოთ ისეთი მზრუნველობითი სიყვარული, რომ არავის და არაფრის გამო სექსი არ მქონდეს, თუ ეს ჩემი შინაგანი სურვილი არ არის და რა თქმა უნდა ეს სურვილი არ არის გამოწვეული ემოციური მდგომარეობიდან. ამის გარდა ყველანაირი სექსუალური ურთიერთობა დამაზიანებელია და თავს იზიანებ და ეს შენი არჩევანია. რახან სექსზე ვსაუბრობთ, ასევე მგონია რომ საჭიროა ვთქვათ და შევეხოთ ღალატსაც,